დასაქმების სახელმწიფო მინისტრი კი დღეს გორში იმყოფებოდა და სამუშაოს მაძიებელთა ბარათის შევსების პროცესს პირადად დაესწრო. მინისტრი ჭობელიძეების ოჯახში მივიდა, სადაც რამდენიმე უმუშევარი ადამიანი ცხოვრობს. პაატა ტრაპაიძე ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა და მათი სურვილები მოისმინა. სამუშაოს მაძიებელთა ბარათების შევსება საქართველოს 25 ქალაქში 25 ივლისიდან დაიწყო. გორში დღეისათვის 4861 ანკეტაა შევსებული. სამუშაოს მაძიებელთა ბაზის შექმნის პარალელურად უკვე დაიწყო არსებული მონაცემების გადამოწმება და პროფესიისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით დაჯგუფება. სრულყოფილი მონაცემების შეკრებამდე დასაქმების მინისტრი საქართველოს სხვა რეგიონებსაც ეწევა. დიდი ნაწილია ამ პროცესის უკვე ჩატარებული სამუშაოსი. ამჟამად პარალელურად უკვე იწყება გადამოწმება, ტელეფონით გადამოწმება მონაცემთა ბაზის, რომ ზუსტად ვიცოდეთ არ დაუშვათ რამე შესხმა, რათა შემდეგ დაჯგუფების მიხედვით, რომელიც იქნება პროფესიების, ასაკისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, გამოვიკვლიოთ როგორ არის უმუშევართა მონაცემები განაწილებული საქართველოს მასშტაბით. გაჩნდა რაღაცა მოლოდინი და იმედი, ველოდებოდი ნამდვილად აგენტს რომ მობრძანებულიყო და ჩემი ნება დამეფიქსირებინა, ატარებდი ტრენინგებს პროფესიული გადამზადების უნარჩვევებში და დიდი სურვილი მაქვს ამ მიმართულებით, რომ დასაქმებული აღმოჩნდე.